ეტაპობრივად ცნობილი ხდება იმ ნაკრებთა შემადგენლობები, რომლებიც 14 ივნისიდან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას დაიწყებენ. მწვრთნელების გადაწყვეტილებები როგორც ყოველთვის ამჯერადაც დავის საგანი გახდა. გულშემატკივართა აზრით, მუნდიალის მიღმა ბევრი ისეთი ფეხბურთელი დარჩა, რომლებიც ეროვნულ გუნდში მოხვედრას იმსახურებდნენ. საფრანგეთის ნაკრების კომაგისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო დიდიე დეშამის სია. ფრანგმა სპეციალისტმა გაფართოებულ შემადგენლობას გვერდი აუარა და პირდაპირ იმ 23 ფეხბურთელის გვარი გამოაქვეყნა, რომლებიც რუსეთში გაემგზავრებიან. განაცხადში ბევრი ვარსკვლავი ვერ მოხვდა, მაგალითად ბაიერნის გარემარბი კინგსლი კომანი. მართალია კომანს ტრავმა ჰქონდა და მოედან სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, თუმცა გულშემატკივართა აზრით მისი არ წაყვანა მწვრთნელის დიდი შეცდომაა. საფრანგეთში დარჩება ადრიენ რაბიო. PSG-ს ნახევარმცველის ადგილი გუნდში ვერ მოიძებნა. დეშამის სათამაშო სტილს, რომელიც 90 წუთიან პრესინგს გულისხმობს, ალბათ უფრო კანტე და მატუიდი მოერგნენ. ტრამვირებულია დიმიტრი პაია, თუმცა ეს არ არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ მოხვდა მარსელის ფეხბურთელი ნაკრებში. დეშამმა მასზე უარი ტრამვის მიღებამდე თქვა. მუნდიალზე ვერ ვიხილავთ მარსიალეს, ლაკაზეტსა და ლაპორტისაც. 2015 წლის შემდეგ გუნდში ვერ ხვდება ბენზემა და ალბათ ვერც მოხვდება, სანამ ფრანგთა თავკაცი დიდიე დეშამია. ყველაზე დიდი ვნებათა ღელვა ალბათ მაინც ესპანეთის ნაკრების გარშემო ატყდა. ხულიან ლოპეტეგი მართლაც რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, იმდენად დიდია კონკურენცია ამ გუნდში მოსახვედრად. 23 კაციანი სია გამოაქვეყნა და გულშემატკივართა კრიტიკაც დაიმსახურა. ალვარო მორატას დატოვება ჩემთვის ყველაზე ძნელი აღმოჩნდა, თუმცა მას საუკეთესო სეზონი არ ჰქონდა და ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, აღნიშნა ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა. მორატას გარდა რუსეთში არ მიდიან ფაბრეგასი, სერხი რობერტო და მარკოს ალონსო. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გმირი მარიო გიოტსე მოახლოებულ მუნდიალს გამოტოვებს. წარუმატებელი სეზონის შემდეგ იოახიმ ლოვმა მისი ადგილი გერმანიის ნაკრებში ვერ დაინახა. სამაგიეროდ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა ფრაიბურგის 29 წლის ფორვარდი ნილს პეტერსენი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ერთი მატჩიც არ აქვს ჩატარებული. მიზეზი კი ისაა, რომ პეტერსენმა ბუნდესლიგაში 15 გოლი გაიტანა და ყველაზე შედეგიანი გერმანელი თავდამსხმელი იყო ამ სეზონზე. მუნდიალს მიღმა დარჩა ჰოვედესიც. ბოლო დროს მას ხშირად აქვს ტრავმა და მთავარმა მწვრთნელმა ალბათ გარისკვა არ ისურვა. მას შემდეგ, რაც სამუნდიალო განაცხადში ვერ მოხვდა, განაწყენებულმა რაჯა ნაინგოლანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ რომაში კარგი სეზონი ჰქონდა, ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა მისი ადგილი გუნდში ვერ დაინახა. ის დიდი ფეხბურთელია, თუმცა ჩვენს ტაქტიკურ მონახაზში ვერ ჯდება, განაცხადა რობერტო მარტინესმა. ყველაფერი გავაკეთე მსოფლიოზე მოსახვედრად. სამწუხაროა, რომ ზოგისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამით მე ჩემს სანაკრებო კარიერას ვასრულებ. ინგლისის ნაკრების ვეტერანი მეკარე ჯო ჰარტი რუსეთში არ მიჰყავთ. 2008 წლის შემდეგ ის თითქმის შეუცვლელად იცავდა ინგლისელთა კარს, თუმცა გარეთ საუთგეიტმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დროა და არჩევანი ევერტონის გოლკიპერზე ჯორდან პიკფორდზე შეაჩერა. მისივე გადაწყვეტილებით მუნდიალს უილშირი გამოტოვებს. უკვე გამოაქვეყნა 23 კაციანი სია პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა. იმ ნაკრებიდან, რომელმაც 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ამ განაცხადში 7 მოთამაშე ვერ მოხვდა. მოულოდნელი გამოდგა გულშემატკივრისთვის ისეთი ფეხბურთელების დატოვება გუნდს მიღმა, როგორებიც ანდრე გომესი, სემედო, რენატო სანჩესი და კანსელო არიან. რუსეთში ვერ ვიხილავთ ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც. 2016 წელს მან სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა შვედეთის ნაკრების მსოფლიოზე მოხვედრის შემდეგ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. მსოფლიო ჩემპიონატი ჩემს გარეშე არ იქნება მსოფლიო ჩემპიონატი, განაცხადა ფეხბურთელმა, თუმცა ფედერაციისა და მწვრთნელისთვის მისი სურვილი საკმარისი არ აღმოჩნდა. ბრაზილიის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ დავიდ ლუისი და ალექს სანდრო. ეს უკანასკნელი თამაშის სტილით ძალიან გავს მარსელოს. მთავარ მწვრთნელს ტიტეს კი როგორც ჩანს მხოლოდ ერთი ასეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა და სიაში რეალის მცველი ჩასვა. ხორხე სამპაულის კი მსოფლიო ჩემპიონატზე იკარდი არ მიჰყავს. ინტერის კაპიტანი, რომელმაც სერიაში 29 გოლი გაიტანა, გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, თუმცა 23 კაციან სიაში ვერ მოხვდა. ამ გადაწყვეტილებამ გულშემატკივართა დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. არჩევანი გაკეთებულია, მსოფლიო ჩემპიონატამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი რჩება. რამდენად სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს მწვრთნელებმა, ამას 14 ივნისიდან გავიგებთ.